ეუთოს მეშვიდე რეზოლუცია ქოქავს მეშვიდე რევოლუციას, ესე ვთქვათ. საქართველოში მაგარია ეს და ესე იგი წარმოიდგინეთ, ესე იგი ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს, რომ სრულად შეასრულოს მოსკოვის მექანიზმი რეკომენდაციები რა. ეს მოსკოვის მექანიზმი საერთოდ რა იყო იცით, მოსკოვის მექანიზმში განვიხილავენ ჩვენც რა. მოსკოვს რაც დაუწესეს სანქციები და ასე შემდეგ, აი ამ სიტუაციაში განგვიხილავენ ჩვენც რა. ამიტომ კი ამას მოსკოვის მექანიზმი რა. ხოდა ერთ ჩვენიანი უწეს მაგარი გოგოა ხათუნა მანაგაძე რომ გადაეცით 24 ქვეყანას რომ ძინავსო და ვერ გაიხვიცებს. აი ხოდა ეგ არის რა, გძინავს და ვერ გავიღვიძებ ვერანაირად, იმიტომ რომ მეშვიდეა ეგ ამბავი, მეშვიდე რეზოლუცია. რამდენი უნდა აწყოთ ეს რეზოლუციები? ბოლო დედლაინი მაინც თქვით, რაღაც რაოდენობა, რამდენი რეზოლუცია შეიძლება გამოგვიდნოთ, ესე ვთქვათ რა. გითხარით რა. აი ამ სასწაულის ახეებით, რომლებიც გუში კიდე საღამოს მივიდნენ და ერთად განცხადება ჩაწერეს რუსთაველის გამზირიდან რა. ხო, კაი, ეხლა მინდა განახოთ ისა, რა ქვია, ერთის კლინიკი და ხოშტარიაზე რა, რომელიც ესე ვთქვათ, აი ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაანთავისუფლოს პოლიციელებზე თავდასხმაში მჟავდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფო წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალებული ელენე ხოშტარიაო რა. და ეხლა მინდა განახოთ ისა, რა ქვია, კომენტარები, ეს პირველი კომენტარი გავუშვით რა. ქალური სოლიდარობა ლაკას. ლაკას წერენ ან ლაკათი, ან ლიაკათი. და ხო ხედავ რომ არ უხდება. არც ლაკა არ უხდება ამ სახელს და არც ლიაკა არ უხდება. ამას უხდება შუაში ია. რუსული ასო არის ეგ. ია. ხო და ბარემ ჩაწერეთ რა, იქ 100 მაგივრად ია, რატო არ წერთ? გითხდებათ იას ჩაწერა? მუ ია. ვიდი, აი ეგრე იმოძრავეთ. ეხლა კიდე მინდა გადახოთ ერთი ჩვენი ადამიანის, ესე იგი მადუროც ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ და ხო და კი და ელპაჩოს ჩვენ ყოლიო და ამერიკას დაჭერილი და ისიც ჩვენ უნდა გავათავისუფლოთო რა. მაგარი ხალხია და ერთი წერს რომ ბებია თქვენისამ ერთად იწერება თუ ცალკეო. ხო ისე ხო არის ერთი ანეკდოტი არის რა. სომეხი ბავშვი მამას ეუბნება რომ პაპიკ ნაბაზარ ჩერეზ ოპიში ცელი ჩერეზ აო რა და ნაბოზარში ეგ სიტუაცია, აი ბებია თქვენისამ ზუსტად რა. ეგ არის რა, როგორ უხარიათ ამათ რომ რაღაც აი ჰააგა და რაღაცებს რომ იძახიან და ეხა ჰააგაში ვაფშე ჰააგა ისიც რა არის, თვითონ ამერიკას რო ყავს დასანქცირებული იგავური მოსამართლეები. იქ წვირს რო ვერ ყოფენ იქი და ფაქტიურად არავინ აღარ აღიარებს უკვე მაგათ გადაწყვეტილებებს. არც ამერიკა, არც ისრაელი, არავინ, ჯერ ეს ერთი და მეორე ისინი ჰააგაც ისეთივე მოგონილი გაქვთ რა თქვენ, რომ აი უთხარით რომ ჰააგა ჩაწერეთ, ჰააგა მათ და შეეშინდებათ უფრო ხალხს, ჰააგის ძალიან მაგრად ეშინიათ ხალხს. და აი ჩვენ ჰააგა მაგრად ეშინია. ძალიან მაგრად ეშინია, იმენა ჰააგის გვეშინია ძალიან მაგრამ. просто ბიზნეს ძინავს, ან ძინავს და 10-ის მერე ნუღად დარეკავთ. და მე კი ბატონო დარეკეთ, აი რა საწოდავები ხარ.